დაეუფლება ამ მოთხას ლარს. დავით დვალი, იურისტი ქუთაისიდან თუ მოაზროვნეები. თუ გიორგი ბაქრაძე, თქვათ. ბატონ გიორგი. ახედეთ მონიტორს. გეცნობათ ეს ადამიანი? ბატონ გიორგი. მეცნობოდეს? თქვენს წინაშე ადამიანი, რომლის ნაშრომმაც 1935 წელს ჩაანაცვლა იტალიელი მღვდელის მიერ დამკვიდრებული შეფასების პრინციპები. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ეს ადამიანი. დრო. ბუღალტერია. ლუკა პაჩოლის არა, მღვდელი არ ყოფილა პაჩოლი. ამაცა მე მღვდელი იყო მენდელი. მღვდელი ხო არა. არც იტალიელი არ არის. შეფასების აიზენკს არა, კაცო, იტალიელი მღვდელი ის იყო. იტალიელი საგონილია. რა ერქვა პედაგოგს? ფუ, იტალიელი რო იყო. პესტალოცი, ხო, მაგი იყო მე მგონი. და მე რა იყო? კაი. კაი, რის შეფასების სისტემა იცით კიდე? შეფასების სისტემები რა იცით ჩამოთვალეს? ბუღალტერია თუ ვინა? არა. ვიდო დარეცო? არა. ვიდო და არაცო ძველია და 35 წელს შელა შონბერგია ეგა? იტალიელი, ავსტრიელი იყო ის კაცი. აი ის არა, მაგრამ აი თქვა აუდიტის სახელმძღვანელო რამე ცნობილი ანუ შეფასების არ არის შეფასების სისტემა. სკალა, ვისი ვიცით, სკალა. რიხტერი ხო არა? რიხტერი რა მღვდელი? არა. და იქნება მღვდლის იყო მანამ და რიხტერმა შეცვალა მერე, ხო? და რიხტერი, მაგრამ შეტანილი. კითხვა, ავიღოთ წუთი და მოვისმენთ კითხვა და კითხვის მოსმენის დრო ძალიან ბალებში არ დაახლა მაგნიტუდებში ხო. დრო ამოიწურა ბატონო, თუ გედი. შეიძლება ჩვენ გვინდა დამატებითი წუთი ავიღოთ და ამ წუთის კარგით, მომისმენთ. გაგვიმეორეთ კითხვა. თქვენს წინაშე ადამიანი, რომლის ნაშრომაც 1935 წელს ჩაანაცვლა იტალიელი მღვდელის მიერ დამკვიდრებული შეფასების პრინციპები. ვინ არის გამოსახული ამ სურათზე? დრო. შეფასების 35-ში ჩააცვა. რა სკალები ვიცით სხვა? რიხტერი არ იქნება. რამე ონთან დაკავშირებული ხო არა? აიცა შკალები თქვა იმის ცელსიუსი და ეს კიდე მაგეც არ იქნება. რასთან შეფასების აიზენკის მეტი შეფასების სისტემები რა ვიცით? შეფასება ნუ აუდიტი ყველაზე ისაა, მაგრამ ვერავის ვერ არა, მომბობ. კონკრეტულ ადამიანს ვერ იტყვი. შეფასება რა შუაში აუდიტანი. იტალიელი, აიზენკი და ბრუნო მარის სკალა არის. ბრუნო არ ვიცი. სკალები რა ვიცით კიდე? მოსი, რიხტერი, ბოფორტი, აიზენკი. არ ვიცი, აიზენკი იმ პერიოდისა IQ ვინც მოიგონა, IQ ტესტი ვინც გააკეთა, ეგა აიზენკის. არ ვიცი, კიდე რა შეიძლება. არ ვიცი. 35 გავს. კი, მე საუკუნის პირველ ნახევარი იყო, რამდენიც მე მახსოვს. შეიძლება მეშლება ეს. იტალიელი მღვდელი არ ვიცი, არა, მენდელი არ მოდელი შეიძლება არც ვიცით, რამე რაც იტალიასთან არის კავშირში და იქიდან ვიცით რომ წამოვიდა რამე ვიდო სისტემა დარეცის მეტი არაფერი შეიძლება. არ მახსენდება. ვიცი, რაღაც თამაშების ალბათო. რაიმე მათემატიკოსები თქვა იტალიელი მათემატიკოსები. მათემატიკოსები ხო არა? რატო? ელო ხო არა? მათემატიკოსები სტოპ, დასრულდა. განხილვა. ბატონო გედი, დასრულდა. ვინ უპასუხებს სწრაფად? გიორგი ბაქრაძე, ბატონო გიორგი, ამ ფოტოზე გამოსახულია არპად ელო. არპად ელო? დიახ. არპად ელო? კი. ყურადღება, სწორი პასუხი. ბატონო გიორგი. თქვენ გაგეცინებათ და აიზენკია. იტალიან მღვდელს და ვულკანოლოგს ერქვა ჯუზეპე მერკალი. რიხტერია? ხოლო ფოტო გიგა კვერეჭხილაძე. რა გიქნათ გიორგი ბაქრაძე? გამოსახული არის შევხედოთ. ჩარლზ ფრენსის რიხტერი. ჩარლზ რიხტერმა შეიმუშავა სეისმური რყევის მიწისძვრების სიძლიერის მაგნიტუდური განსაზღვრის პრინციპი, რომელსაც დღემდე იყენებენ და რიხტერის სკალას უწოდებენ. აღნიშნული ჩანაცვლა იტალიელი მღვდელის ჯუზეპე მერკალის მიერ შედგება, ეგ არის მერკალის სკალა, რომელიც დაფუძნებული იყო რეალური ზარალითა და მსხვერპლის ოდენობით სეისმური რყევის შეფასებაზე. რიხტერის სკალის შესაბამისად, ყოველი მომდევნო მაგნიტუდა 10-ჯერ აღემატება რყევის წინა მაგნიტუდას, ანუ